თბილისში ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ღამით თბილისში გმირთა მოედანზე სროლა იყო. ორმა პირმა მიკროავტობუსი გაიტაცა და გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალურ სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. თბილისში სპორტის ახალ სასახლესთან მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. თაწმინდის პარკის პარკინგთან შენობა ჩამოინგრა და იღუპა ერთი ადამიანი. ეს მხოლოდ რამდენიმე დღის ამბებია, ისიც რაც გახმაურდა. თუ ქუჩაში შემთხვევით გასროლილ ყუიას გადაურჩით, შესაძლოა ჩამონგრეული შენობის ნანგრევები დაგეცეთ თავში. სამაგეროდ მშვიდობაა. ეტყვით ოცნების პროპაგანდა და თქვენი ნება დაუჯერებთ თუ არა. ოფიციალურ სტატისტიკასაც კოცი თავის ნებაზე ითვლის. 2025 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკის მიხედვით 12632 დანაშაულია რეგისტრირებული. 2024 წლის იმავე პერიოდში 13932 იყო. რას როგორ და რამდენს არეგისტრირებენ, ამას უბრალო მოკვდავები ვერ გავიგებთ. პროპაგანდას სჭირდება, რომ კრიმინალის რაოდენობა შემცირდეს. ხო და რამდენიც ამ პროპაგანდისთვისაა საჭირო, იმდენს დაარეგისტრირებენ. ოცნება ახლა მასთან შეზრდილ კრიმინალს არ თუ ვერ აკონტროლებს, ამას შედეგისთვის მნიშვნელობა არ აქვს. საარჩევნო ხმების სანაცვლოდ შეწყალებული თუ პირობით გარეთ გამოშვებული პატიმრები, რომ ისევ დანაშაულს ჩადიან, ეს წესით გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ არჩევნებზე ქუჩას რომ დაგილაგებს და ხმების მობილიზებას უზრუნველყოფს, დაშინებით, მუქარით თუ ძალადობით, მერე კრიმინალი კი უნდა აიტანოთ. თან მაშინ, როცა კრიმინალებისადმი ოცნების სიმპათიები თავიდანვე თვალსაჩინო იყო. ეს რვა და კიდევ უამრავი ოცნებასთან შეკრული სული ქურდი 90-იანი წლების შემდეგ პირველად 2012 წლიდან საქართველოში არანაირ დისკომფორტს აღარ განიცდიან. პირიქით, აქვთ გავლენები ბიზნესებზე, შეერაღებულ დაცვასთან ერთად თავისუფლად გადაადგილდებიან, სანაცვლოდ კი არჩევნებზე ოცნების სასარგებლოდ მუშაობენ. ამ ოცნების სასარგებლო კრიმინალებს ისევ ევროპაში თუ დააკავებენ ხოლმე, როგორც ეს ლავასოღლის შემთხვევაში მოხდა. ისე დასაწყისშივე თქვა იმ კაცმა, გაგებით უნდა მოეკიდოთ კრიმინალსო და შეგიძლიათ მისი ეს ნათქვამი ახლანდელ დროზეც გავრცელოთ. რამდენიმე ასეულ ადამიანს უშვებ ციხიდან, გასაგებია რომ იქ ზუსტი ფილტრი ვერ იქნება და გასაგებია იქ რომ პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას. რისთვისაც ციხეში იყო. და რა თქმა უნდა, რაღაც რამდენიმე დღე შესაძლებელია რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. გაგება და ადამიანის მდგომარეობაში შესვლა მნიშვნელოვანია. ძალაუფლება აქვს კაცს შესანარჩუნებელი, ავტორიტარიზმი ბოლომდე განსამტკიცებელი და საკუთარი დასანქცირებული ფული უკან დასაბრუნებელი. კრიმინალებს გამოუშვებს და ციხეებს პროტესტის მონაწილეებითა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებით გაავსებს. თუმცა პოლიტიკურ პოლიციად ქცეული შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებზე მოძალადე ვერცერთ პირს ვერ იპოვის და ვერ დასჭის. რუსთაველზე დამონტაჟებული კამერებით გზის გადაკეტვაში მონაწილე ადამიანის სახეზე ცნობა შეუძლიათ და დაჯარიმება. აი ჟურნალისტებს ვინც ასისხლიანებს, იმათ კამერები ვერ აღიქვამს ეთყობა. პოლიტპატიმრების საქმეების პროკურორებს კი ისევე დააჯილდოვებს რეჟიმი, როგორც მოქალაქეებზე მოძალადე მაღალჩინოსან პოლიციელებს აჯილდოვებს. გომელაურსაც დააჯილდოვებს მრავალგზის. სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს. რამდენ სანქციასაც დაუწესებენ გომელაურს, იმდენჯერ დააჯილდოვებენ ქოცები. მართალია მთელი ცხოვრება ვერც ამერიკაში ჩავა და ვერც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ვერც ანგარიშის ნომერი ექნება, მაგრამ სამაგეროდ მედლები აქვს, რომლებსაც სინამდვილეში ამ ქვეყნის დასავლური მომავლის მოსპობისა და მოქალაქეებზე ძალადობისა და მათი დასისხლიანებისთვის იღებს. წავიდა და გელა მოვიდა, ვისთვის გელა და ვისთვის გეკა. გააჩნია რამდენად ახლობელი ხართ. ისე კი სულ ერთია, ღარიბაშვილის არ იყოს, ამასაც რაც გინდათ ის დაუძახეთ. არ მგონია ბიძინამ მაგაზე იდარდოს. ისე გელა გეკას ბიოგრაფიას თუ ჩახედავთ, მაგაზე სტაჟია, ნაც იშვიათად თუ შეხვდებით სადმე. მოკლედ ყველა დროს ერგება გელა. პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი. ეს ნიშნავს ატარო ღირსება. ისე
რაც არ უჭირთ ჯილდოებია. ხარებას დასანქცირებული მოადგილე მილერი ლაგაზაური თუ ღირსების ორდენით დააჯილდოვეს თავის დროზე, მისი შვილი ალუდა, რომელიც მამამისის უწყებაში ყოფილა დასაქმებული, დღეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა. კვიცი გვარზე ხტისო, როგორც იტყვიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარის სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროს მოიერიშეს პოლიციის უფროს ლეიტენანტ ალუდა ლაგაზაურს მოიერიშე ყოფილა ალუდა მამა ენაცვალოს. კადიროვის შვილიც არის ჩეჩნეთის მინისტრის მოადგილე. რა მოხდა მერე? და მაინც სად წავიდა თავად ვახო? რა არ იკადრა წლების განმავლობაში გომელაურმა? რას არ მოაწერა ხელი და ბოლოს ბატონის საქმეს რომ დასჭირდა სახლში გაუშვეს. შეიძლება სანქციების გამო ხელფას ვერ ურიცხავდნენ ვერსად და მაგიტომ გაუშვეს. რას გაიგებ? როგორც გაირკვა საბოლოოდ მისი დამსახურებები არარსებული რევოლუციების აღკვეთაში აისახა მხოლოდ. ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ეს 4 რევოლუციის გამოგონილი ამბავი განსაკუთრებით მოსწონს კობახიძეს. პოლიციელის დღეზე ეს მიღწევა პოლიციელებს მიაწერა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის, ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. გამოგონილი რევოლუციებით თუ მის გარეშე ფაქტია ივანიშვილმა ყველა მასთან უკიდურესად დაახლოებული ადამიანი თანამდებობიდან მოხსნა. ამბობენ ხარებაც მათ გზას გაყვება მალეო. ეს ინფორმაცია თავად ხარებამაც არ გამორიცხა. ივანიშვილის მთავარი პრობლემა, როგორც მისივე წერილიდან გაირკვა და მანამდეც ვიცოდით, ფული და ძალაუფლება. ჩემი ფული დამიბრუნეთ და მერე ვილაპარაკოთო, მისწერა ამერიკას. ვფიქრობ, ივანიშვილის კომუნიკაციამ აშშ-ის საელჩოსთან, შეერთებული შტატების საელჩოსთან პრინციპში გამოკვეთა ამ ყველაფრის მიზანი, საბოლოო მიზანი რა არის? ანუ ივანიშვილი არჯერ მემკვიდრის დასახელებას ჩქარობს და არც საკუთარი პერსონალური ძალაუფლების დათმობა არ სურს რეალურად, ხო? ეს არის მისი მცდელობა, რომ აჩვენოს კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში ამ გზავნილის, რომ მე აღარ მაქვს ძალაუფლება აქვს კობახიძეს, ესაუბრეთ მას და მე მოგხსენით სანქციები. მე გამათავისუფლეთ სანქციებიდან, იმიტომ რომ მე აღარ მაქვს საკმარისი ძალაუფლება იმისათვის, რომ გავლენა მოვახდინო პროცესებზე. თუნდაც მათ შორის იმ გარეგნული იმიჯი შექმნა, რომ აი კობახიძე უფრო მეტად არის თქვათ პირდაპირ პასუხისმგებელი რუსებთან და მე მაინც და მაინც აღარ მაქვს ისეთი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მასზე. რასაც როგორც შეერთებული შტატების მიდგომა აჩვენებს, ისინი არ ჭამენ, არ ყიდულობენ. იმიტომ რომ ის არ შეესაბამება სიმართლეს, ხო? ახლა შეუძლებელია, რომ საბოლოოდ ასეთი სუპერ სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი დიდი სადაზვერვო შესაძლებლობები, მათ შორის რუსეთთან და რუსეთის გავლენებთან მიმართებით, ისინი არსებით საკითხებში მოატყუო, ხო? მათ შეიძლება თუ მათ ინტერესებს შეესაბამება, დროებით თავი მოიტყუონ. იმიტომ რომ ეს მათ ინტერესებშია, მაგრამ ვერ მოატყუებ, შეუძლებელია ეს და არც ტყუდებიან, ასე ჩანს. თუმცა ივანიშვილი მაინც თავისას ცდილობს. არ ტყუდებიან, არც მოტყუდებიან, რამდენი ბარტყიც არ უნდა გადაუგდოს ივანიშვილმა. რიჟვაძეში და გომელაურში არ იცვლება სანქციები. ცოტა უფრო დიდი ფასის გადახდაა საჭირო. ეს დიდი ფასი კი ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნებაა. რისი რესურსიც ივანიშვილს უკვე ფიზიკურად აღარ აქვს. ქართული ოცნების ძალაუფლებაში ყოფნის პირობებში ეს შეუძლებელი ამოცანაა. ივანიშვილის პარტიამ უკვე ის ხაზი გადაკვეთა, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. სანქციები რომ ძალიან აწუხებს ჩვენს ოლიგარქს, ესეც ფაქტია. ყველგან სადაც ხმა მიუწვდება და მგონი ეს მისი ხმა დასავლეთში უკვე აღარ სადწვდება, სანქციებზე წუწუნებს. თუ ქვეყანას დასავლეთისკენ ვერ წაიყვანს, ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ დასავლეთს დაუკარგოს საქართველოსადმი ინტერესი, რომ იქნებ მასაც თავი დაანებონ. ერთგვარი სარკისებრი ანარეკლია ეს ტაქტიკა, იმ ტაქტიკისა, რასაც რუსები იყენებენ ამერიკელებთან. ანუ მაქსიმალისტური პირობების დაყენება, უკან არ დახევა, მცდელობა იმისა,
რომ საბოლოო ჯამში მათ შორის ადგილზე მე რეალობა გარდაქმნა. რუსეთი რასაკეთებს უკრაინასთან ცდილობს რომ მაქსიმალურად მიაწვეს ფრონტზე, იქ რეალობა შეცვალოს შეუქცევადად ისე რომ ამ მაქსიმალისტური მოთხოვნებიდან რაც შეიძლება ბევრი წაიღოს. ივანიშვილიც იგივე საკეთებს, ხო ივანიშვილი აყენებს მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, თავხედურად ითხოვს რომ ჯერ სანქციები მოგხსენით და მერე დამელაპარაკეთ და ამავე დროს დაჩქარებული წესით ცდილობს აი საკუთარი ჰეგემონური ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციას აქვს, ხო? რა უნდა? ივანიშვილს არაფერი არ უნდა, ივანიშვილს ამერიკასთან არაფერი არ უნდა იმ გაგებით რომ ივანიშვილს არ უნდა ამერიკასთან პარტნიორობა, არ უნდა ამერიკასთან მეგობრობა. აი მას ამისი ნებართვა და რუსებისგან აღარ აქვს, მაგრამ მას რაც უნდა და რაც ასევე რუსებსაც უნდათ რომ მიაღწიონ, არის ის რომ ივანიშვილზე მოიხსნა სასანქციო წნეხი და ივანიშვილი და ზოგადად საქართველო გაქრეს შეერთებულ შტატების რადარიდან. ანუ შეერთებულმა შტატებმა დაკარგოს ინტერესი სხვადასხვა საკითხების გამო, მათ შორის იმის აღიარებით, რომ ადგილზე ივანიშვილმა მოსპო დემოკრატიზაციის ყველა ალტერნატივა მისი რეჟიმის მოშლის და საქართველოს ხელახალი დემოკრატიზაციის ალტერნატივა არ არსებობს, ანუ ივანიშვილი ამის მიღწევას ცდილობს და შეერთებულმა შტატებმა მე ხელი ჩაიქნიოს უბრალოდ და გადავიდეს სხვა პრიორიტეტებზე, ხო? გადავიდეს სხვა მიმართულებებზე და დროებით მაინც ივანიშვილის მიმართ ამერიკის ფოკუსი მოიხსნას. ივანიშვილის მიმართ ფოკუსის მოხსნის არანაირი წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს პირიქით. წინ კიდევ უარესია. თუ ივანიშვილი და მისი ხელქვეითები ახლა რუსეთის მიმართ მოქმედი სხვადასხვა სასანქციო რეჟიმის პირობებში არიან და სანქცირებულები, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში ცალკე სასანქციო რეჟიმი შეიქმნება ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერით. ცალკე აღმასრულებელი აქტი, რომელიც საკმაოდ ვრცელ შესაძლებლობებს იძლევა და მხოლოდ თანამდებობის პირების დასანქცირებას არ ითვალისწინებს. ის იძლევა არაფორმალური ძალაუფლების საყრდენებზე შეტევის შესაძლებლობასაც. და სანამ ხალხი იბრძვის და ივანიშვილი აქ საკუთარი რუსული მმართველობის ნორმალიზებას ვერ ახდენს, მანამდე უკვე არსებული თუ მომავალში დასაწესებელი სანქციები მას ზურგზე ძალიან მძიმე ტვირთად კიდია. რამენაირად უნდა შევეცადოთ, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს ადგილზე იმ ფაქტების შექმნა, რა ფაქტების შექმნაც მას უნდა. რომ უნდა არსებობდეს როგორც მისი რეჟიმისადმი წინააღმდეგობა, ასევე უნდა არსებობდეს ამ წინააღმდეგობისგან საბოლოოდ მისი რეჟიმის ალტერნატივა. ანუ უნდა ჩანდეს ყველასთვის, შეერთებული შტატებისთვისაც და ევროპის კავშირისთვისაც, რომ ივანიშვილის რეჟიმს ამ ქვეყანაში დემოკრატიული ალტერნატივა გააჩნია და შესაბამისად აზრი აქვს მათ შორის წნეხის გაძლიერებას ივანიშვილზეც იქნება სასანქციო წნეხი თუ სხვა ტიპის წნეხი. ანუ არანაირი რაღაცა ინსტიტუციური გზა, რომ რაღაც თავის დინამიკაში ეს რეჟიმი მიდის სტაბილიზაციისაკენ. ერთადერთი რაც დემოკრატიზაციისკენ წაგვიყვანს, არის აი ამ რაღაცა დინამიკიდან გადახვევა, ამ დინამიკიდან ამოვარდნა რეჟიმის ჩამოშლა. ანუ რაღაცამ უნდა ეს რეჟიმი ჩამოშალოს. ანუ შიგნით და გარეთ უნდა დაემთხვას ფაქტორები, რომელიც იმგვარად გაზრდის ზეწოლას რეჟიმზე, რომ ხო რაღაცა ჩამოშლის, ხო მაგალითად მისი ელიტები გაიქცევიან, რეჟიმ შემოსავალი მოაკლდება, მაგალითად ბზარები გაჩნდება მის რეპრესიულ აპარატში, ან მისი რეპრესიული აპარატი იმგვარად დაუპირისპირდება ერთმანეთს, რომელიც რეჟიმის მიერ კონტროლებადი ვერ იქნება. მიუხედავად პროპაგანდაზე დახარჯული მილიონებისა, საზოგადოების უმრავლესობას ივანიშვილის გამოგონილი მშვიდობის აღარ სჯერა. არც ხელოვნურად შემცირებული კრიმინალის და არც მხოლოდ რიცხვებში ასახული ეკონომიკური ზრდის, რომელიც მოქალაქეების ჯიბეზე არ აისახება. კრიმინალის სიღარიბე, პარკში თუ ორმოში გარდაცვლილი ბავშვები, სტიქიაში უპატრონოდ ჩარჩენილი ადამიანები, თუ საეჭვოდ დამწვარი სავაჭრო ცენტრები იმ მმართველობის თანმხლებია, რაშიც ვცხოვრობთ. ყველა ამ ყოფითი პრობლემის თუ ტრაგედიის ფონზე მთავარი ამოცანა, რომელიც ყველა ამ თუ სხვა პრობლემას გადაჭრის, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაა, რომელიც ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში არ და ვერ მოხდება.